ჩართულია? რა თქმა უნდა, რომ ჩართულია. მოგესალმებით, მეგობრებო, დღეს გიბრუნდებით ახალი ვიდეოთი. ეს არის 1000 გამომწერის აღსანიშნავი ვიდეო. დღეს, რა თქმა უნდა, ამის აღსანიშნავად, რასაც გამოვიყენებთ ამ ვიდეოში შეტევის განსახორციელებლად ვიდეოს ბოლოს დავანონსებთ გათამაშებას და გათამაშების წესებს და შემდეგ ვიდეოში გათამაშდება ეს პატარა მოწყობილობა. დღეს კი ჩვენ ვისწავლით თუ რაოდენ საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს აი ესეთი პატარა მოწყობილობა, რომელიც მავნე ტიპებს, ჰაკერებს შეუძლიათ იმდენად ცუდად გამოიყენონ, რომ ძალიან დიდი ზიანი მიაყენონ კომპიუტერებს, ტელეფონებს, სერვერებს, მოწყობილობებს და ასე შემდეგ, ნებისმიერ მოწყობილობას. დღეს ვისწავლით თუ როგორ შეიძლება დავაპროგრამოთ ამაზე მარტივი გასართობი სკრიპტი და ასევე, რა თქმა უნდა, სადაც მარტივი სკრიპტი იმუშავებს, იქ შეიძლება ვიღაცამ ძალიან მავნე ტიპის სკრიპტი შეიმუშაოს და რაღაცა სერიოზული პრობლემები შეუქმნას ჩვენს მოწყობილობებს. და რა თქმა უნდა, აქვე ვისწავლით თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი მსგავსი ტიპის შეტევებისგან, როგორ გავარჩიოთ ეს მოწყობილობები ერთმანეთისგან და ამათი აღმოჩენის შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ. ასევე აქვე მინდა გითხრათ, რომ მსგავსი ტიპის მოწყობილობების ცუდად გამოყენებამ შეიძლება შეგიქმნათ ძალიან დიდი საფრთხე. ეს არის პირდაპირ კიბერდანაშაული, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულია და ისჯება ჩვეულებრივად როგორც სხვა დანაშაულები. ანუ თქვენ არ გაქვთ უფლება, რომ სხვის პირად ინფორმაციაზე აიღოთ კონტროლი, გატეხოთ სხვისი მოწყობილობა. ამის გამო შეიძლება მოხვდეთ ციხეში და ეს ყველაფერი ძალიან რეალურია. ამიტომ მოდი დავრჩეთ ეთიკის ფარგლებში, ვისწავლოთ თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი მსგავსი ტიპის შეტევებისგან და რა თქმა უნდა ცოტა გავერთოთ. წავედით. ამ ყველაფრისთვის ჩვენ დაგვჭირდება Arduino software-ი, ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ გასატესტად გადმოგეწერათ ამ ოფიციალურ პლატფორმიდან და ასევე თქვენ გჭირდებათ ვერსია 1.8.19, რომელიც ასაპორტებს ამ მოწყობილობას და ამის ვერსიას. აქ მაქვს მოცემული მარტივი სკრიპტი DigiSpark-ის, რომელიც ხსნის Rickroll-ის სიმღერას YouTube-დან და ასევე უშვებს fake Windows-ის updates. ანუ, როდესაც ამ მოწყობილობას შევაერთებთ კომპიუტერში, ეს კომპიუტერი აღიქვავს ამას როგორც კლავიატურად და დაიწყებს ამ YouTube-ის ლინკის გახსნას პირველი და შემდეგ გახსნის Windows-ის fake updates და უბრალოდ ამ ყველაფერს გამოიტანს დიდ ეკრანზე. მოდი ნახოთ, როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება. ჩვენ დავიწყებთ ატვირთვას, დაველოდებით, რომ გამზადდეს ეს სკრიპტი, აქ გვიწერს, რომ შევაერთოთ მოწყობილობა, ამიტომ მოდი შევაერთოთ USB პორტში. ესე და ველოდებით დამთავრებას, კი ბატონო, დასრულდა. შეგვიძლია გამოვაზროთ, ანუ ჩვენი სკრიპტი იდეაში მზად არის. ახლა კი მოდი ვნახოთ, გავტესტოთ, როგორ იმუშავებს. შევაერთოთ მოწყობილობა უბრალოდ USB პორტში და დაველოდოთ, ვნახოთ რა მოხდება. არ ვეხებით კლავიატურას. ველოდებით. წირდება სულ რამდენიმე წამი. და წავიდა. და თუ გამოვაძროთ მოწყობილობას, კლავიატურაზე ვეცდებით რაღაცების აგრეფას, არაფერი არ გამოვა. აქ ჩანს, რომ ეს არის რაღაცა Windows-ის update-ი დაეშვა. შემდგომში ეს არის, რა თქმა უნდა, prank-ი. შეგვიძლია escape-ს დავაჭიროთ დიდი ხანი და გამოვიდეთ აქედან. ახლა კი რაც შეეხება თავის დაცვას. ჩვენ უკვე გავიგეთ, რომ აი ეს პატარა ჯიგარი შეიძლება შეფუთული იყოს ისე როგორც რაღაც ლეგიტიმური USB drive-ი, როგორც არის მაგალითად აი ეს და ასევე შეიძლება გადაკეთებული იყოს აი ასე, როგორც ერთ-ერთი ესეთი პატარა მოწყობილობა აქვს გადაკეთებული და თქვენ შეიძლება ასეთი მოწყობილობები აღმოაჩინოთ თქვენი სახლის ახლოს, ან თუნდაც სამსახურში, თქვენ მუშაობთ რაღაცა ბანკში, შეიძლება front desk-ებზე დაგიდროპონ და ასეთ სადონ თქვენი კომპიუტერის ხელში ჩაგდება. ასეთ შემთხვევაში, ან თუნდაც შეიძლება პარკინგზე იპოვოთ, მაღაზიაში იპოვოთ და ასე შემდეგ. ანუ ძალიან ბევრი ადგილი შეიძლება არსებობდეს, სადაც მავნე ტიპები დაყრიან ამ მოწყობილობას და ეცდებიან თქვენი მოწყობილობების ხელში ჩაგდებას. ამიტომ
თავის დასაცავად არც კი უნდა გაიფიქროთ, რომ ასე რენდომზე ნაპოვნი მოწყობილობა აიღოთ და შეაერთოთ თქვენს მოწყობილობაში. თუ კი თქვენ მუშაობთ სადმე კომპანიაში და იპოვით მსგავსი ტიპის USB-ს, ან თუნდაც ჩვეულებრივი USB რომ იყოს, აუცილებლად უნდა შეატყობინოთ IT თანამშრომელს, ისინი აიღებენ ამ მოწყობილობას, შეგუთავენ, დალოქავენ და საერთოდ არ შეაერთებენ არსად. იმიტომ რომ როგორც გავიგეთ, მსგავსი ტიპის მოწყობილობები შეიძლება იყოს ძალიან დიდი ზიანის მომტანი. ასევე შეიძლება რაღაცა firewall-ების გამოყენებით მოხდეს გარემოწყობილობების დაბლოკვა, მაგრამ ეს ძირითად შემთხვევებში არ მუშაობს. ამიტომ მაქსიმალურად მოერიდეთ, რომ ასეთ რენდომზე ნაპოვნ მოწყობილობებს მოერიდოთ, არ შეაერთოთ თქვენს მოწყობილობებში და უბრალოდ მიიღოთ უსაფრთხოდ. ახლა კი რაც შეეხება აი ამ პატარა ჯიგარის გათამაშებას, ამისთვის მოდი ავირჩიოთ მარტივი პრინციპი, უბრალოდ კომენტარებში დაწერეთ რაღაც ჰეშტეგი ავირჩიოთ. მოდი იყოს ჰეშტეგი დარჩი ეთიკური, იმისთვის რომ მოუწოდოთ ადამიანებს რომ იყვნენ ეთიკურები ამ სფეროში, ვინაიდან რაც კიბერდანაშაულს არასდროს არავის კარგი არ მოუტანია და შემდეგ ვიდეოში რაღაცა რენდომაიზერის პრინციპით დავარჩევთ გამარჯვებულს, რომელსაც გადავცემთ აი ამ პატარა საინტერესო гаджеტს. და თქვენ თუ კი მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი, ვინაიდან შემდეგში უფრო საინტერესო გათამაშებები იქნება, უფრო საინტერესო ვიდეოები იქნება, რაც გონებაში მაქვს რომ 10000 გამომწერზე გავათამაშო ფლიპერი. და თუ არ იცით რა არის ფლიპერი, მაშინ ამის შეგიძლიათ შეამოწმოთ წინა ვიდეო, ძალიან საინტერესო მოწყობილობაა. იქამდე კი დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და შემდეგ შეხვედრამდე წავედით.